ეგოს როგორ აქვს? ვაუ. დეკემბრიდან რა იცვლება? შენ სეზონში რა იცვლება? სიმართლე გითხრა არაფერი. რატომ მიყვარს ფეხბურთი? რატო ვაკეთებ ამას ყოველდღიურად? ლისაბონში და სპორტინგში ფეხბურთს როგორ აღიქვავ? არ გასულ ხარ და არ გირბენია, მაგის ბრალია. უცხოელს რო აქვს, რატო უყვართ საქართველოში ასე ძალიან ფეხბურთი? სარკეში რო ვიყუროთ და მარტო უკან ვაკვირდებოდით იმ გზას, რაც წინ გოგ გასავლელი დავკარგოთ. როგორ ჩანს ფეხბურთი მოედანი, სათადარიგოთ ეს გამიდა? პატარა შეცდომაც, ერთი შეცდომაც უკვე გულად გიჩნდება. ჩემზე მომზადებული მოსულა. ჩვენ გლეხები ვართ, რომელიც ჩვენ ორგანის სული. იქ ვიქნები, სადაც ჩემ გონებაში მინდა რომ ვიყო. სეტანდა სპორტსი ენერგია ბორჯომთან ერთად ლისაბონშია, კონტინენტის ძალიან შორ წერტილში, მით უმეტეს მატჩში, როდესაც ევროპის ერთი ბოლოდან მეორეში მეფრინავ. ახლა კი კარგი დასვენების შემდეგ სპორტინგის სტადიონზე ვართ ჟოზე ალვალადეზე, სადაც წარწერა გვეუბნება, რომ ფიგუ და კრისტიანო რონალდუ თამაშობდნენ. აქ უნდა შევხვდეთ გიორგი ქოჩორაშვილს, ჩვენი ნაკრების ერთ-ერთ მთავარ ლიდერს, რომელსაც ველაპარაკოთ წლევანდელ სეზონზე, მის გეგმებზე, საქართველოს ნაკრებზე და ზოგადად ამჟამინდელ მდგომარეობაზე. გამარჯობა. კარგად. ახლოდან სასიამოვნოა შენი გესწრება. ხორში გაწუხეთ რა? არა, შეწუხება. ცარილის სტადიონები მიყვარს ძალიან. აი, ეხლა დავფიქრდი და თითქმის იმისავით მიყვარს. საუს სტადიონი. ¿Estás entendiendo lo que estamos hablando? შენი სწავლე პორტუგალიური? არა, ჯერ. არა ხო გასა. ანუ მესმის ყველაფერი თითქმის, მაგრამ საუბარი ჭირს, იმიტომ რომ აქ განსხვავებული სანდრასთან პორტუგალიურად ვერ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ჩვენ უფრო ესპანურად საუბრობთ, რომ ვიწყებ ეს პორტუგალიურად საუბარს, რაღაცას რომ შემისწორებს, ეგრევე ბრაზდები და ვერ ვსაუბრობ კარგად, ამიტომ მასაუბერი მჭირდება, მაგრამ ყველაფერი მესმის საერთოდ, უბრალოდ კომუნიკაციაში ესპანურად და იმათაც ყველაფერი ესმის თითქმის. მოგეწონა სტადიონი. აი ხო და მაგას ვამბობ, ძალიან ლამაზია. გარედან ეგრე არ მომეწონა, გარედან ცოტა არქიტექტურავი გავიგე, იქით გამოშენებული აქეთ. იმიტომ რომ ძველია თითქოს. და შიგნიდან ახალია. შიგნიდან ახალია. გარედან მეგონი არაა, ანუ რაღაც Ricardo, ¿cuándo lo hicieron el estadio? 2002-ში გაკეთებული. ხო. Pero dentro de la reconstrucción 2004 fue en Portugal. Y creo que la 2004-ში აი მაგდენი იმას. Sorry, I was speaking in Spanish. No, pero él entiende. Un poco. Portugal lost to Greece. I know, yeah, the tragic Euro for Portugal. Everybody was thinking that we would win the first European trophy against Greece. მე სულ ფეხბურთებს უყურებ იმაზე, რა ქვია, სეტანტაზე, იმიტომ რომ კომენტატორები და რაღაც მევასება რა ქართულად მოსმენ. ხო, ჩვენ აი გუშინ პორტუგალია თუ ყურეთ ჩვენ იმას რა მე გვიან რომ ჩამოვით არსენალს და სხვა არის რა. აი სხვა. ანუ ან ესპანურად მიყვარს ყურება ან ქართულად რა, მაგრამ უფრო ქართულად. ფეხბურთს ბარსაში, სხვანაირად უყურებენ ბარსელონაში, სხვანაირად უყურებენ ტურინში, სხვანაირად უყურებენ მიუნხენში და აი რაც ჩამოხვედი ერთი წელია შენიათ ლისაბონში და სპორტინგში ფეხბურთს როგორ აღიქვავენ? ძალიან აი ერთ-ერთი რასაც მივხვდი რა, ანუ ერთ-ერთი რასაც მივხვდი რომ ეხა ლევანტეში როცა თამაშობ კი, მოდის გულშემატკივარი, მაგრამ ესპანეთში ესე დიდად არ საუბრობენ ოჯახებში, რომ აი შეიძლება ბარსა მადრიდზე იყოს ეგეთი რაღაც. აი აქ მარტო ლისაბონი რო ავიღოთ, სადაც არ უნდა წახვიდე, სადაც არ უნდა შეხვიდე, რესტორანი იქნება რაღაც, ან არის სპორტინგის და ან არის ბენფიკის და ან ბენფიკა, ან სპორტინგი და თავის შვილებსაც ესე ზრდიან რა, ანუ თითქოს ეს ოჯახური სიამაყე, ოჯახური ოჯახები მიყვებიან ამ ყველაფერს რა და აი ეს არის ყველაზე დიდი საგანძური, მე ვფიქრობ, რომ ის 90 წუთი რაც მოდიან აქ მოედანზე, აი თითქოს ომია, მაგრამ თან არის ოჯახში რომ მაგალითად мама არის ბენფიკას ფანი და დედა არის სპორტინგის. ან შვილები გააჩნია ვის რომ სტადიონზე წაიყვან და პრესერიც ძალიან დიდია მაგალითად, იმიტომ რომ სადაც არ უნდა გახვიდე, ყველა ვიცი რომ თამაში რაკენ. შენი აზრით ფეხბურთი ეხა ბოლო პერიოდში ფილოსოფიურად და ფუნდამენტურად შეიცვალა ზოგადად ეს სფერო, ეს სპორტი. ყოველდღიურად ვითარდება და ყოველწლიურად ვითარდება.
ანუ შენთვის ვითარდება უფრო ეგ. მე ვფიქრობ, რომ ვითარდება. ვითარდება როგორც ფიზიკურად, იმიტომ რომ წლების წინ არ გჭირდებოდა ესეთი ფიზიკური მომზადება, რასაც 3 დღეში ერთხელ თამაში ქვია. ეხლა 3 დღეში ერთხელ თუ არ ხარ მზად და შენი ორგანიზმი არ არის იმისთვის მზად, რომ თამაშიდან აღდგენა გააკეთოს და ისე ვის ზალა შეინარჩუნოს თამაშზე. ანუ აქ ყველაფერში ვითარდება, მე რამდენი ტექნოლოგია რაც არსებობს უკვე ფეხბურთში შეგიძლია რომ ნახო ის ვიდეოები, გაანალიზო შენი ყოველი შეცდომა, ყოველი კარგად გაკეთებული გუნდებს დააკვირდე უკვე ძალიან ბევრი ვიდეო მასალა შეგიძლია მოიძიო არა მარტო შენ თავზე, არამედ გუნდზესაც შეიძლება იპოვო სხვადასხვა სივრცე და მე ვფიქრობ, ბევრად ვითარდება. ზოგისთვის ეს შეიძლება ბევრს ვკითხულობ კიდევაც, სადაც წერენ იგივე ინტერნეტში, რომ აი ეს ფეხბურთი მოგვენატრა, სადაც ნომერი 10 ბურთს მიიღებდა და თავისუფლად ჭირს ეხლა ესეთი ფეხბურთელები არიან, მაგრამ იმ ფილოსოფიის რა ფილოსოფიითაც ფეხბურთი მიდის ძალიან დიდი ფიზიკური მომზადება გჭირდება. ანუ შეიძლება ეგეთი ფეხბურთელი ყავდეს, მაგრამ ფიზიკურად ისეთ მზად არ იყოს, რომ იმ ტემპს გაუძლოს, რაც 90 წუთი და 120 წუთი გჭირდება. ამიტომ მაგას მივხვდი, რომ რა თქმა უნდა, ყოველთვის თავარია მენტალური მხარეც, თავარია ტექნიკური მხარეც, ფიზიკური, მაგრამ ყველაფერი ერთად უნდა იყოს, რომ ამ დონეზე ითამაშო. ყველაფერი ზემოქმედებს. შენ რო გადახედო 80 წლის წინ ფეხბურთელზე თამაში მორჩებოდა, წავიდა სახში, წყნარ რჩება ყოფილიყო თავის ოჯახთან. ეხლა შეიძლება თამაში მორჩეს, იმდენი მესიჯი შეიძლება მოგივიდეს. ინტერნეტიდან. ანუ ეს მე ვფიქრობ, რომ აი იმ დროში დაბრუნება რა ის ფეხბურთი არა, ყველაფერი ვითარდება. არა მარტო ფეხბურთში, არამედ სხვადასხვა სპორტში, სხვადასხვა საქმიანობაში ყოველთვის რაღაც ვითარდება. პატარა შეცდომაც, ერთი შეცდომაც უკვე გოლად გიჩდება. მაგიტო არის რთული ამ დონეზე თამაში. აი სპორტინგს დაუბრუნდეთ. აი სპორტინგთან ადაპტაცია როგორ მიდის? აი თავიდან როგორ დაიწყო? აი პროფესიონალურ დონეზე ეს გუნდი შენ როგორ დაგვხვდა მუშაობის თვალსაზრისით? რამე ახალი იყო, რაც აქამდე არ გამოგიცდია მაგალითად? ყოველ 3 დღეში ერთხელ თამაში და შეეჩვიო ამ ყველაფერს ძალიან რთული, არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ მენტალურად, ის დრო აღარ გაქვს უკვე შენ თავზე მუშაობის, რაც მაგალითად როცა ერთკვირიანი ციკლი არის და იცი რომ მაგალითად კვირას თამაში გაქვს, შემდეგ ორშაბათ, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი უნდა მოემზადო, რომ შაბათს თამაშო. აქ არის რომ კვირას თამაშო, ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათს უნდა ითამაშო. ზოგჯერ დროც არ გაქვს რომ მოედანზე გახვიდე და რაღაც ისეთი ვარჯიში გააკეთო, რაც რეალურად როცა უთამაშებელი ხარ და არ თამაშობ, ხშირად მეორე დღეს უნდა გახვიდე და ის ვარჯიში არ არის, რაც მაგალითად შეიძლება 20 ფეხბურთელში გაკეთდეს. უფრო მეტად კეთდება 6 და 7 ფეხბურთელში. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი დამეხმარა გამეგო თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფერს აუღო ალღო იგივე თუ 2 დღე მაქვს მაგალითად როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ იგივე მენტალურად მზად ვიყო, ტექნიკურად მზად ვიყო და ფიზიკურადაც. ერთი წლის წინ რო დაგაბრუნო. იგივე გადაწყვეტილებას 1 წლის წინ რა რომ როცა სპორტინგში გადადიოდი, მან დრო დაგაბრუნო. იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდი ეხლაც? რთულია ეხლა მაგ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ არასდროს არ იცი როგორ შეიძლება მომავალში რა და როგორ ან წარსულში და ვერავინ ვერ დამაბრუნებს ვერ წარსულში და ვერც მომავალში ვერ წამიყვარს. მე მიყვარს აწყოში ცხოვრება და ვიცი რომ როდესაც ლევანტედან წამოვედი, იმიტომ წამოვედი რომ მინდოდა ის მე ყოველთვის ესეთი ადამიანი ვიყავი რომ როცა რაღაც პრობლემას ვხედავ, ყოველთვის ვფიქრობ ჩემ თავზე უფრო მეტი ვიმუშაო და ვიცოდი რომ რაც არ უნდა პრობლემა მქონოდა და რაც არ უნდა პრობლემებს წავწყლობოდი, პირიქით დამეხმარებოდა რომ გაუძლიერებულიყავი როგორც ფეხბურთელი, როგორც ადამიანი. მე ვფიქრობ ყველა ცხოვრებაში საჭირო არის რომ როცა ყველაფერი კარგად მიგდის, კარგია, მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ ვითარდები, როდესაც ხვდები რომ უფრო მეტი გაქვს გასაკეთებელი და ალბათ ეგ იყო ისიც რომ მინდოდა უფრო მაღალ დონეზე ასვლა და მენახა ის ყველაფერი, რასაც დღესდღეობით ხედავ. ეგ როგორ მოახერხე რომ ეგრევე რაღაცაი პრობლემა ან რამე სიტუაცია რომ ხდება, შენ თავიდან გამომდინარე აფასებ ყოველთვის და შენ თავზე გიყვარს საუბარი, ანუ ეგ ავტომატურად მოგდის თუ
გახსენდება რომ არა ეხლა ჩემი თავიდან გამომდინარე უნდა შევაფასო და გარემოზე არ უნდა ვიფიქრე. აი ყოველთვის გარემო ყოველთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის გარემო შენზე მოქმედებს, მაგრამ თითქოს არ ვიცი ბავშვობიდან ესე ვარ რომ ყოველი დაბრკოლება რაც იყო შეიძლება ოთახში ჩავკეტილიყავი და ჩემ თავთან მეფიქრე რომ შეიძლება გავაკეთო უკეთესად რომ მეორე დღეს ან იქით კვირაში იმ თამაშს უკეთესად ან იმ სეზონს უკეთესად შევხვდე მახსოვს რაღაც თამაშს რო წავაგეთ თან რო ვერ ვითამაშებდი არავისთან საუბარი არ მინდოდა უბრალოდ ოთახში მინდოდა ყოფნა და მეფიქრა იმაზე რომ აი როდის მოვა თამაში რომ უკეთესად ვითამაშო და უკეთესი ფეხბურთელი გავხდე მაგრამ მე ვფიქრობ ეს არის ყველაზე მთავარი რამ რომ მე ღამე როდესაც წახვალ საწოლში რომ კარგად შენ თავთან მართალი რო იქნები რომ აი ყველაფერი გავაკეთე დღეს რაც შემეძლო რომ გამეკეთებინა სპორტინგში მოვედი რომ გამეკეთებინა ყველაფერი რაც ჩემზე იყო დამოკიდებული და ღამე მშვიდად დავიძინო მაგ მხრივ არავინ არასდროს არ დაგაბრუნებს უკან და არც იმაზე ფიქრი არ არის კარგი რომ აი უკან რომ წავსულიყავი რა მოხდებოდა ის რა ვიღოთ მანქანაზე რომ მივდივართ რა შენ რომ ყოველ წამს ზევით იყურო სარკეში რომ ვიყუროთ და მარტო უკან ვაკვირდებოდეთ იმ გზას რაც წინ გვაქვს გასავლელი დავკარგოთ ამიტომ არ მიყვარს ხშირად რა თქმა უნდა უკან უნდა გახედო რომ ის მაგალითები რაც შენ მოგივიდა რომ უკეთესი გახდე და გამოასწორო მაგრამ იქ არ უნდა დარჩე დიდი ხანი და ყოველთვის წინ უნდა იყურო და მზად იყო რა დაბრკოლება შეხვდება რომ ამ გვერდი აუარო მაგრამ ყოველთვის მზად იყო მაგ ყველაფერთვის ეს საყვარელი ხალხია რა. ვისაც ვეკონტაქტე. პორტუგალიელები. გაიცანე ვინმე საერთოდ ისე? გუნდის გარეთ ხა ვინც არიან გუნდში და ის ხალხი ვინც მუშაობს იქი, მაგრამ სხვა. აჰა. გავს ვალენსიას ამეთი. კაურო. მე ძალიან მიყვარს ვალენსია, იმიტომ რომ თან რამდენი წელი ვიცხოვრე, 7 წელი ვიცხოვრე და ძალიან პატარა ქალაქია. საცობი საერთოდ არ არის. ზღვისპირა ქალაქია და ძალიან მოწონს. ლისაბონი ძალიან მაგარია, მაგრამ აი ყველაზე მეტად რაც არ მოწონს არის ძალიან ბევრი საცობი. ხო, მაგას არ ველოდე. თბილისისა ვითმოძე, თბილისნაირი მოძრაობა. მე ვფიქრობ თბილისში უფრო მეტია. არა. უფრო მეტი საცობია? უფრო მეტი საცობი. კაი, და ეხა სერიოზულად სამზარეულო, აქაური? სამზარეულო? არა, მართლა კაი სამზარეულო აქვს. მე აი ხა მამაჩემს ძალიან მაგრა უყვარს რა. მე დიდად აქ ეძახიან ზღვის ან მარისკოს და რაღაცა ზღვის ისინი რაც არის ხო მოუწკები და რაღაცები ესპანელები ხო ზღვის ხილს ეძახიან მაგას მე ამ დიდად დიდი მოყვარული არ ვარ რა ეხა ამ ვისაც ვსაუბრობდი ამა ძალიან უყვართ თავისი ეროვნული საჭმელი და საკვები მაგრამ ჩემთვის რა საქართველოზე კაი საკვები Tell me something about Kochorashvili, like the player. My favorite player. Your favorite player? Oh, can you? Unfortunately, he doesn't play too much. This is my answer. But like him? I love him. Why do you think he doesn't play so much? Ask the coach. I would love to see his goal because he does the Captain America. Yeah. He does the Captain America thing. მე სერიოზულ ტრავმას მიღებული აქილოსმა გაწყვეტილი, მაგრამ მე ფეხბურთელი არასდროს არ ყოფილვარ. უბრალოდ მეც კი ფეხბურთელი არასდროს არ ყოფილვარ სპორტსმენი, მაგრამ ძალიან ცუდად იმოქმედა ფსიქოლოგიურად ჩემზე, რომ მეგონა რაღაც გარე სამყაროს ვრჩები მე. მე მიწევს სახლში ყოფნა, ისა და გარე სამყარო აგრძელებს ასე სწრაფად მაღალ ტემპში განვითარებას. აი როცა იქ ხდება, როცა ეგეთი ტრავმა ხდება, რომელიც შენ ვერ გააკონტროლებ მაგას. რა ემოციები ჩდება მაგ დროს? ყოველთვის ხო ვერ აკონტროლებ, ყოველთვის ხო ვერ იზავ მაგას, რომ ხო მე ჩემ თავზე უნდა ვიფიქრო და გავაგრძელებ ისე როგორც აქამდე ვაგრძელებდი. რა თქმა უნდა, მე მქონდა იგივე ეგეთი მომენტები, როდესაც ტრავმა მქონდა, იმიტომ რომ არაფერი არ ჩერდება. შენ ჩერდები, მაგრამ არაფერი არ ჩერდება. რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი გრძელდება. კაი, ეგ მოგივიდა. ეხლა რა შეიძლება გააკეთო? ხო. ნახე, რომ შენ როცა 20%-ს გაკეთება შეგიძლია, გააკეთე ის 20%.
შენ 100%-ს არავინ არ გთხოვს და არც 15 არ გააკეთო. შენ თუ დღეს შეგიძლია რომ 20% გააკეთო, რომ დღეს მაგ აქილევსისთვის თუ რაც არის მაგალითად კოჭისთვის, ან მუხლისთვის, ან კუნთისთვის დღეს რაღაც გააკეთო უკეთესი, მე უკვე ძნელია ამ მენტალობაზე უცებ გადაწყობა. იმიტომ რომ მეც მქონდა ეგეთი მომენტი და არის მომენტები რომ სახში მიდიხარ და შეიძლება დეპრესიაში ჩავარ და იმიტომ რომ აი უბრალოდ ისე გტკივა, ისე გაწუხებს, ხვდები რომ თითქოს არაფერი არ არის ისე როგორც შენ გინდოდა. მაგრამ ყველაზე კარგი არის რომ დაიწყო გამოსავლის მოძებნა. ეს გამოსავლის მოძებნა შეიძლება იყოს, რომ კაი, მჭირდება ფიზიო, ანუ ნახე, შენი ის მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს, რომ შეიძლება აქამდე, მოდი ვითამაშებ რა. კაი, ეხა თამაში არ შემიძლია, რა შეიძლება გავაკეთო იმისთვის, რომ იმ თამაშს დაუბრუნდე. მე ვფიქრობ, რომ ეგ არის. შენ როდის მიხვედი მაგ მენტალიტეტამდე, რომ რავის შემთხვევაში პირველ იმაზე ფიქრობ, ეხლა რა შეიძლება გავაკეთო. ეგეც თქმა მე ალბათ ბავშვობიდან, ალბათ იმიტომ რომ მახსოვს რაღაც ფილმს რო უყურებდი სპორტსმენზე ან მოტივაციაზე ან რაღაც ხედავდი რომ მაგალითად შეიძლება კობე ბრაიანტი შეხვეული ხელით იმას ისროდა, რა ქვია, კალათში ისროდა. როგორ ხდება ეგ ყველაფერი? მაშინ მე თუ ფეხი მაწუხებს, შემიძლია რომ მაგალითად ტურნირზე ვივარჯიშო, შეიძლება თითქოს ბავშვობიდან მომყვება ეგ ყველაფერი, რომ რაცა უნდა ტრავმა კონდეს, თუ რა თქმა უნდა თუ არ გიწევს ერთი კვირა საწოლში წოლა, ყოველთვის კარგი არის რომ შენი ორგანიზმი გამოაცოცხლო. ამიტომ არავინ არ გაწევს, პირიქით უნდა მიხვიდე, გაიკეთო ფიზიოთერაპია, დაიწყო დარბაზში ვარჯიში და აქ უკვე ამ დონეზე უკვე თვითონ გეხმარებიან ყველაფერში. ნაკრები ახლა რაღაც მხრივ გარდაქმნას გადის, ხო, რაც გარდაქმნის პერიოდი არის. ახალ ციკლში რას უნდა ველოდოთ ნაკრებისგან? საერთოდ რა ხდება ახლა, რა პროცესია? ალბათ პირველ რიგში ვიცოდეთ ის, რასაც ვთამაშობთ, რომ კარგად შევიზოთ, იმიტომ რომ იგივე ევროპის ჩემპიონატზე რამაც გაგვიყვანა იყო, რომ ყველამ ვიცოდით რას ვაკეთებდით, როგორ ვაკეთებდით და რისთვის ვაკეთებდით. ეხლა არის მომენტი, როდესაც უკვე გუნდებმა შეიგზნეს, რომ დიდი ძალა გვაქვს ჩვენც და თითქოს უფრო სხვანაირად გვეთამაშებოდნენ, ჩვენ სხვანაირად გადავწყვიტეთ თამაში. ეხლა არის ის მომენტი, როდესაც უნდა ვიპოვოთ ვილის დახმარებითაც, რა თქმა უნდა, ყველამ ჩვენ თავში ის ძალა, რომ ისევ მოვნახოთ ჩვენი საუკეთესო თავი მოედანზე. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ეხლა ამ ეტაპზე. რისთვის ვაკეთებდით ყველა მიცოდით რომ ამბობ, მიცოდით რომ ევროპის ჩემპიონატი იყო. არა, მარტო მაგაზე არა, იგივე მაგალითად თამაშობდით 5-3-2-ს, ხო, 5-3-2-დან გადაწყობა 4-3-3-ზე. სხვა არის შეიძლება ტაქტიკურად თქვა რომ კაი 4 მცველია, 5 მცველი, მაგრამ ბევრი რაღაც არის, რაც რეალურად შენ უკვე ტვინში გაქვს ჩაბეჭდილი, როცა ნაკრებში თამაშობ და იცი რომ რა უნდა გააკეთო და უცებ 4-3-3-ზე რო გადადიხარ, იქ უკვე სხვადასხვა რაღაცები იცვლება. მე ვფიქრობ ეს უფრო ადაპტაციის გავლა იქნება, რომ კარგად შევეგუოთ ამ ტაქტიკას, ამ ცვლილებებს, თუ ისევ დაბრუნება მოგვიწევს ამ ცველზე, დაუბრუნდეთ, მაგრამ სხვა, ისევ იგივე შეგრძნება გქონდეს, რომ ჩვენ ამას დომინირებთ. ალბათ ეგ იქნება, რომ მალე გავიაროთ ადაპტაცია, რომ უკვე Nations League რო დაიწყება, ყველა უკვე მზად ვიყოთ მაგ ყველაფერში. კიდე არის გეგმა 4-3-3-ზე გადასვლის? მე არ ვიცი, ეგ რა კითხვაც იქნება, ვილისთან ეკითხოთ, მაგრამ ჩვენ ახლა ფეხბურთელები მზად ვართ, რა დავალებაც მოგვეცემა, რომ ის კარგად შევასრულოთ. Diz que é pra esquecer, tá dando desculpa pra deixar as coisas do jeito que elas são. თამაშის დღე არის ყველაზე მეტად რომ მიყვარს, რომ შემიძლია გავიგო 10 საათი. და რომელ თამაშობ? 10 საათი არის საუზმე რა. ყოველთვის დარჩენა არის თამაშამდე? ყოველ დღე ეგ არის ძალიან რთული რა, იმიტომ რომ ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში გაქვს, 2 დღეში ერთხელ სპორტზე ხარ. სახსიცლი ხო? ანუ იქ ჩვენი ოთახი გაქვს, იქ გძინავს, იქ ყურება რამის? ეგეც ვერა, მაგის დროც არ გაქვს. საღამოობით მე და სანდრა რამეს უყურებთ ხოლმე რა. სერიალებს. არა, ეხა სერიალს ყველაზე მეტად რასაც ჩავივლექით, აი ფრენებს და უყურებ. აი ეს დამეტაკება ხოლმე რაღაც ქართული და ბავშვობაში უყურებდი ხოლმე ძალიან ბევრს. აი ეს ბავშვობა რომ მომენატრება შუა ქალაქს. ძალიან გოლში. შუა ქალაქს უყურებ და უყურებ. ეგ ეს სიტკომი
ახლა ეს ქარფიჭო არა და საქართველოში მართლა იგივე ტიფლის უყურებდი რა, ტიფლის მას მაგრა შემიყოლა. მე და სანდრა, როცა ერთად ვარ, ჩემს არის განტვირთვა. როცა ჩემ ოჯახს ვესაუბრები ტელეფონზე, ეგ არის ჩემი განტვირთვა. PlayStation-ი მაქვს სახში, მაგრამ 3 წლის წინ ვიყიდე, როცა ჩემი მეგობარი იყო ჩამოსული და როგორ შეიძლება PlayStation-ი არ ქონდეს, კასტელიონში ვიყავი მაშინ. და მეთქი, კაი, წამოვიყიდოთ. იმის მერე ჩემი მეგობარი რო წავიდა და იმის მერე დევს და დევს, აღარც მითამაშია არასდროს. არაფერს. თუ ვინმე მოდის ახლა მაგალითად იმ დღეს დავპატიჟე მეგობარი რო გვევახშმა ერთად და ლევანტეს თამაშთვის გვეყურებინა და ლევანტე რომ მორჩა, კაი, მოდი მაშინ FIFA ვითამაშოთ და ერთი თამაში ვითამაშოთ. ესე გეიმინგი ეგ დროის გამო ხო? თუ უბრალოდ იმის გამო რომ ვერ იპოვე შენი თავი მაგაში. არა. მე რო ეხა გეიმინგს დაუთმოდ რომ რაღაცას ვაკლებ დროს და მე რაღაცას მოვაკლო. არა, ძილს არა. მე ეხა წარმოვიდგინე რომ გუშინ გამოვედი ბაზიდან, გუშინ წინ შევედი ბაზარზე, გუშინ გამოვედი ბაზიდან. დღეს ვივარჯიშე და ეხა მოვდივარ რომ ინტერვიუ ჩავწერო. სახამოს სახში მივიდე და მე PlayStation-დან დავწე, წარმოვიდგინე სანდრას რეაქცია. კი. მე უყურებ ხოლმე უფრო ხშირად კომოს თამაშს. ანუ კომოს თამაშს გიждები კომოზე. კომოს თამაშს ყველაზე მეტად ვაკვირდები, იმიტომ რომ აი ეს მაგალითად იგივე 23 ნომერი რო ყავთ რა, შუა ნახევარმცველი. დაკუნია? არა, მეორე. ისო პერონე? პერონესაც ვაკვირდები რა. ხო. პერონე შენი პოზიციაა ზუსტად, ხო? ხო, თან იცი როგორი ტიპია, რომ არ ძალიან სწრაფი არ არის, არ ძალიან ის და ვაფშე ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელები არიან, აი კოკე სტილში რა, აი სისწრაფე რო არა აქვთ. მაგრამ მაგდონეზე იმიტომ არიან, რომ გონებრივად არიან ძალიან სწრაფები და შენ რო ფიზიკას და გონებას ერთად და ხო, ძალიან მაგრები არიან. ნაინ გოლანი, ჩაბი ალონსო, სტივენ ჯერარდი, დევიდ ბექემი, რონალდინიო, პელე, აი თითქოს რა ვინც ჩემ ფეხბურთს იმაში რაღაც კვალი დატოვა რა, ანუ რაღაც YouTube-ზე ვიდეო ვნახე, ანუ უყურებდი. რონალდინიოსკენ რამე ისე გისწავლია ხო ჟენი ის იყო ბავშვობაში. რონალდი აი სახში რომ მივდიოდი, ეხაც არის მომენტები ხომ რომ მინდა რომ ვისიამოვნო, ვთავ ხომ ალბათ არის ეგ რა სიამოვნება და აი რო გადიოდი, არ ქონდა შენ ეზოში არ თამაშობდი ხო? კი, როგორ ეზოში თამაშობდი. არ ქონდა ხომ მომენტი რომ რაღაცას ნახავდი და მაგის გაკეთება გინდო და ყველაზე მეტად ეხა იმის ჩავის რაღაცას ვერ გაიმეორებ რონალდინიოს რაღაცას. გვერდზე პასუხი არ გააკეთა. თამაშის დროს ყველაზე flow მაგას ქონდა რა, რაღაც მერე ნეიმარი, მერე ის, მაგრამ რონალდინიო იყო, აი რა, იმ დღეს უყურეთ თან მე ასანდრა უყურებდით სერიალი რო გამოვიდა ხა Netflix-ზე რა. რონალდინიოზე? ო, რონალდინიოზე. ეგ სერიალია? 5 სერიაა, მეგონი თუ 4 სერიაა რა. კაია? ნორმალურ იგებ რა მაგის ცხოვრებასთან საუბრობს ყველაფერზე, როგორ ანაირად რატო. აი ევროპის ჩემპიონატი რო ახსენე, ევროპის ჩემპიონატი რამ ხელ ამბავი იყო მთლიანად ქვეყნისთვის და თქვენთვის და ნაკრებისთვის და აი შენი აზრით არის რამე ნაწილი, რამე კუთხე რომელსაც შეიძლება პირიქით ნეგატიურად იმოქმედა თქვენზე ევროპაზე გასვლას. არა, ნეგატიურად არ იმოქმედა, იმიტომ რომ მე რამოდენიმე ჯერ ვისაუბრეთ კიდევაც ეროვნულ ნაკრებში, რომ ჩვენ კი მივახცეთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას და ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, მაგრამ რეალურად ბევრი არაფერი არ გავკეთებია, იმიტომ რომ საბერძნეთთან თამაში იყო და მოვიგეთ პენლებში, თურქეთთან გავედით ვითამაშეთ და წავაგეთ 3-1, ჩეხეთთან თამაში ვერ მოვიგეთ და ვითამაშეთ ფრე. ერთადერთი თამაში რომელიც მოვიგეთ ევროპის ჩემპიონატზე იყო პორტუგალიასთან 2-0. რა თქმა უნდა 4 თამაში და ერთს რომ მოვიგებ წარმატებად ვერ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე რომ თამაშობ უკვე იმ ხელა განცდა გაქვს რომ რაღაც დიც მიაღწია, მაგრამ მე ვფიქრობ მიწაზე დაუბრუნდით უკვე და მოგვიძა დაბრუნება და მივხვდით რომ დიდი არაფერი რა თქმა უნდა გავაკეთეთ რომ ევროპის ჩემპიონატზე გავედით, მაგრამ რეალურად თამაში არ მოგვიგია როგორც ჩვენ გვინდოდა. თუ არ ჩავთით პორტუგალიის თამაშს. აი ხო ცუდი სერია რომ მიეწყო ცოტა კიტემ თქვა მახსოვს თამაშის შემდეგ რომ ნაპერწკალი გაქრაო პოსტ მატჩ ინტერვიუში და ანუ შენი აზრით რაიმე მსგავსი მოხდა ევროპის ჩემპიონატის მერე? ნაპერწკალი არ ვიცი, გაქრათო მეგორი ყოველს გულში ნაპერწკალი ის გვაქვს რომ კიდევ ისეთ დიდ წარმატებას მივაღწიოთ, რაც არის ევროპის ჩემპიონატზე თამაში, მსოფლიოზე თამაში. მე ვფიქრობ უბრალოდ ეს მოტივაციის დაბრუნება რომ აი რაღაც მიზანი გვაქვს, ეს მიზანი არის რომ მოდი ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ ისე მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ უფრო ნათლად გქონდეს და ყოველ დღე მე ხა
ზუსტად ბოლოს როდესაც ვიყავი, ვისაუბრეთ ბიჭებმა, რომ გვინდა რომ ყველას, მაგალითად გუნდებში როცა დაუბრუნდებით, ყოველ ღამე იქნება თუ ყოველდღიურად რაც იქნება, ის ფიქრი გქონდეს, რომ აი რა მაგარი იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, წენა რო საუბრობდით, მეც გითხარი, რომ აი ის 4 წლის განმავლობაში ის მომზადება რაც იქნება, რომ აი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდე, ჩემთვის იქნება აი რაღაც მე პიროვნულად ეგოისტურად რო თქვა, არის რაღაც ისეთი ოცნება, რომლის ასრულებაც ყველას გვინდა და არა მარტო მე დარწმუნებული ვარ შენც და ყველა ქართველ ადამიანს. ამ სეზონის თემას რო დაუბრუნდეთ 2025 წლის დეკემბრამდე აი პირველი ნაწილი სეზონის თითქმის სულ თამაშობდი და აი დეკემბრიდან რა იცვლება შენს კარიერა, შენს სეზონში რა იცვლება 2025 წლის დეკემბრიდან? რა ხდება მაგ? სიმართლე გითხრა არაფერი. საერთოდ. ყოველდღიურად უნდა ადგე, წახვიდე, ივარჯიშო, შეიძლება გეცვლება ის რომ მოედანზე ვერ გადიხარ და ვერ თამაშობ, მაგრამ დიდად სურათი არ იცვლება. მარტო მე არ ვარ ესე ამ დონეზე. ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ამ დონემდე მოდის, ყველას გვაქვს ეგ მენტალიტეტი გვაქვს, რომ თავარია რომ მე გავაკეთო ის, რაც შემზეა დამოკიდებული, დანარჩენი ხეხა მახსენდება. პატარა რო ვიყავი რა, რაღაც 9-10 წლის ვიქნებოდი. პაპა ჩემი იყო კარდენახში ცხოვრობდა, კარდენახში გააკეთა სახლი, გააკეთა თავისი ვენახი და ყოველ დილით ჩადიოდა ვენახში, მე ვხედავდი რომ თავიდან ადგებოდა 6:30-ზე დაიწყებდა ვარჯიშს და ჩავიდოდა ვენახში რომ ვენახისთვის მოეარა. როდესაც ბრუნდებოდა და ამ 1 წლის განმავლობაში ვხედავდი და მახსოვს რომ ცუდი მოსავალი მოვიდა. სიტყვა იყო და ცუდი მოსავალი მოვიდა. და მე ვეკითხები რომ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, რატო იდგები 6:30-ზე, რატო ჩადიხარ ყოველდღიურად, რატო უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. და მაშინ ჩამჩა თავში რომ ბევრი რაღაც შენზე არაა დამოკიდებული. შენ შეიძლება ყოველდღიურად 6:30-ზე გაიღვიძო და ჩახვიდე და მოუარო შენ ვენახს, მოუარო შენ ორგანიზმს, წახვიდე ტრენაჟორებში ვარჯიშს, ყველაფერი გააკეთო რაც გაქვს, მაგრამ შეიძლება სიტყვა მოვიდეს და ის წელი ჩაგივარდეს. ჩვენ ფეხბურთელები ვართ, მაგრამ იგივე სამუშაოს არ ვასრულებთ, მაგრამ ვიწევს რომ ყოველდღიურად ჩვენ ორგანიზმს, როგორც მაგალითად ვენახსული, ჩვენ გლეხები ვართ, რომელიც ჩვენ ორგანიზმს სულით. მე ესე უყურებ ამ ყველაფერს. და ჩემთვის ეგ არის, რომ რაც არ უნდა მოხდეს გარშემო, არ უნდა შემიშალოს ხელი, იმიტომ რომ შეიძლება დღეს ისე ვერ ვარ, როგორც მინდა რომ ვიყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზას თუ გავყვები, იქ ვიქნები, სადაც ჩემ გონებაში მინდა რომ ვიყო. უცხოელს რო აუხსნა, აი არაქართველს რო აუხსნა, რომ რატო უყვართ საქართველოში ასე ძალიან ფეხბურთი? როგორ აუხსნა, რა სიტყვა? მე მგონი სიტყვით ვერ აუხსნი, უნდა წაიყვანო იმ დღეს ზუსტად რაც ხდებოდა საქართველოში და უნდა ანახო თუ რა შეუძლია უბრალოდ ქართველ ადამიანში შეცვალოს ფეხბურთმა. ანუ არ შეცვალოს, უბრალოდ დააბრუნოს იმ ბედნიერება, იმ სიხარულში, რაც რეალურად ჩვენ ქვეყანაში ბოლო პერიოდია ისე არ გვაქვს როგორც გვინდა, მაგრამ აი ეს მომენტი, ის მუხტი რაც იყო, მაშინ დავინახე თუ რამხელა ძალა აქვს ფეხბურთს და ეს ფეხბურთი არ არის უბრალოდ გადი და ითამაშეთ 11-11-ზე არის იმაზე მეტი ვიდრე უბრალოდ ბურთის გაგორება და რამხელა ემოცია, რამხელა კავშირი, რამხელა ურთიერთობის შექმნა შეუძლია და როგორ შეუძლია რომ ქვეყანა წინ წაწიოს. How many times can a man turkey his head and pretend that he just doesn't see? The answer, my friend, is the wind can... როგორ ჩანს ფეხბურთი, მოედანი, ზოგადად ფეხბურთის სფერო, სადაც არის გოთას გამიდა? რა განსხვავება? განსხვავებაა, რომ რა განსხვავება? ეპიცენტრში არ ხარ, ხარეთში ხარ. შეცდომას ვერ დაუშვებ, ვერც კარს ვერ გააკეთებ. და ერთადერთი ის საშუალებაც გაქვს, რომ გარედან როცა ზიხარ, შენ გონებას უთხრა, რომ კაი, ამ თამაშიდან არ გავდივართ, აქ ვართ, იმიტომ როცა თამაშობ, ყოველთვის ვცდილობ, რომ აქ იყო.
მოედნის გარეთ რო ზიხარ, შენი ფიქრები ხანსად არის შეიძლება რომ წავიდეს რომ აი რატო არ ვთამაშობ. აი ამ გუნდში რატო არ მიწევს თამაში, რა გავაკეთო, იქითა წელს რა მოხდება. მაგ ყველაფერს თუცა დამთხოვდა თამაში, შეხვედი. ამიტომ თავარი არის მანდ რომ ყოველთვის ჩემ თავს შევუნები რომ კაი, რა ხდება ახლა მოედანზე. მაგალითად მიყვარს რომ დავაკვირდე მეორე გუნდი რა ტაქტიკით თამაშობს. სად არის სივრცეები. ეგ მაიძულებს რომ ჩემი თავი იყოს და ჩემი გონება იყოს აი აქ ამ მომენტში. და მიყვარს ხოლმე დავაკვირდე მაგალითად შუა ნახევარმცველებს, იგივე ჩემ გუნდელებს, რომ აი რას აკეთებენ იმისთვის, რომ უფრო სწორად პოზიციონირება მოხდეს მოედანზე, უფრო სწორი გადაწყვეტილება და თითქოს აი მაგაში გაკავს დრო. ესე რომ ვთქვათ, რომ მე რომ მოგიწევს და შეხვიდე, მზად იყო. ესე იგიც რაღაც ახლის სწავლაა. და არის კიდე რამე, რასაც სათადარიგოთა სკამი გასწავლის და აი მოედანზე მაგალითად ვერ ისწავლი. მოთმინება ალბათ. მოთმინება მაგ ხრივ რომ კაი დღეს და ყოველთვის რაც თავარია რომ იფიქრო რომ მარტო შენზე არ არის აგებული ეს ყველაფერი არიან გუნდელი რომელსაც შენი დახმარება ჭირდება. მე რო თამაშობ და შენ რო ცუდი სახით ზიხარ და გაბრაზებული მე არ მეხმარება რომ ვიყო უკეთესი. ამიტომ რაღაც მომენტში ეგეც უნდა იპოვო რა რომ კაი მე შეიძლება დღეს არ ვთამაშობ, მაგრამ რა შემიძლია გავაკეთო მე აი პრობლემებზე რო საუბრობდით. რომ ეს პრობლემა რამენაირად გამოვიყენო რომ უკეთესი ან ადამიანი გავხდე, ან ფეხბურთელი გავხდე. გუნდურობის თემაში შედის რომ მარტო ჩემ თავზე არ ვიფიქრო და გუნდი ყოველთვის უფრო ძლიერი იქნება, როცა 25 ადამიანი იფიქრებს რომ აი რა შეიძლება გავაკეთოთ რომ მოწინააღმდეგეს ძალიან ძნელია და ამ დონეზე ყველაზე ძნელია აი ელიტაში, იმიტომ რომ ეგო, რასაც ვეძახით ჩვენ ეგოს არის ძალიან მაღლა და ხშირად გვიჭირს კონტროლი. და ყველაზე ძნელი ეგ არის რომ აი იცი რას ვარ ჩამზრევი რომ აი როდის მოუვა შეცდომა რომ აი მე რო ყოფილიყავი რა კარგად გამოვასწორებდი ან რაღაც. აი ეგ არის ყველაზე ისეთი ფიქრი, რასთანაც ყოველთვის ბრძოლა გიწევს რა და მე ვფიქრობ ეგ არაფერში არ გეხმარება რომ ვიღაცის ცუდს ელოდებოდე. ეგოს როგორ ებრძო? ვაუ. ეხა ეგოთან ისეთი სიტყვაა რომ შეიძლება ყველამ სხვადასხვანაირად გავიგოთ, მაგრამ ალბათ ზრუნველობით შეიძლება. რომ აი ეს ეგო რო გაქვს რაღაცაზე პირიქით არა, მოდი როგორ შეიძლება რომ დავეხმარო ამ დროს, ამ ადამიანს, ამ მომენტში რა შეიძლება რომ გავაკეთო უკეთესი არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვისთვის ძნელია. ძალიან. ძნელია, ვიცი რომ ძნელია, მაგრამ თან აი თუ არა შეგჭამს შინაგანად და შენ ხასიათზე იმოქმედებს. აი რო გავდივარ მოედანზე და ეგ შეგრძნება რომ გეუფლება რომ თამაშობ გოლს რომ გაიტან პასს რომ იცემ, ეგ არის სიამონება რასაც მე ვიღებ. ეხა ამ მომენტში ანუ ყოველთვის უნდა იცოდე რომ რაღაცისგან სიამონება მიიღო. ჩემთვის ეხა ეგ მომენტები არის სიამონების. აი საფრანგეთის ნაკრების მეკარეს მაიკ მენიოსაკ თქვა მეგრო საკუთარი თავის ვიქტიმიზაცია რო დაუძლიეო, მაშინ დავიწყე განვითარება ფეხბურთში და ამ სპორტში ზოგადად. ძალიან მნიშვნელოვანია შენ თავზე როგორ ფიქრობ. შენ თავზე თუ ფიქრობ ისე რომ შემსხვერპლი ხარ, მე მართლა მსხვერპლი ხდები. შენც უკვე რასაც გონებაში ეტყვი რომ შენ რო თქვა რომ არა დღეს რაღაც იცი რა დღეს არ გავალ არ ვარჩევ იმიტომ რომ ფეხი მტკივა და მე მართლა ფეხი მტკივდება ან რაღაც ისეთი შეგრძნება აქვს ანუ გონებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მან და შენ რომ მოედანში შედიხარ იმიტომ რომ არა მოდი ნახე ჩემი გაბრაზება ყველამ უნდა დაინახოს იმიტომ რომ მე ვიმსახურებ თამაშს შენზე ცუდად მოქმედებს იმიტომ რომ ან ცუდ ადგილას შეყო ფეხს ან იმ დროს არ გაიქცევი როცა უნდა გაიქცე ან იმ პას არ მიცემ რაც უნდა მიგეცა და თითქოს კარგავ იმ flow moments რაც უნდა კონდეს თამაშის დროს. ენერგეტიკების გჯერა? აი ენერგეტიკას ატარებ მაგ დროს როგორ ხასიათებს ხარ? ენერგიას ქმნი შენ თვითონ. ეხა მე რო შენ ესე გესაუბრები შეხო სხვა ენერგიით ხარ. მე რო ეხა ესე წამოვწვე და
აი ესე რო გესაუბრო და ანუ ენერგია იცვლება მაგ მხრივ. მე შენც ვარჯიში რო შედიხარ, გააჩნია როგორ შედიხარ, რაზე შეიძლება გაიღიმო, გაიცინო, გაბრაზდე, ანუ გაბრაზება ცუდი კი არ არის. პირიქით შეიძლება ეგ ენერგიის გამოყოფაც არის, რომ არა, შენ ამაში ვერ მომიგებ. მე ერთი ერთზე ამას და პირიქით ეგ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ორთაბრძოლაში შეხვალ მოიგო. მაგრამ იმის რო შეხვიდე, არა, იცი რა, არაფერი არ გამოდის, რაღაცა უნდა გააკეთო. ენერგია იცვლება. არის რთული მომენტები და შედიხარ და არ გინდა ვარჯიში. მეორე დღეს არ გინდა ვარჯიში, მაგრამ იმ 2-3 დღის შემდეგ ისევ პოულობ იმ ძალას, რომ აი რატო მიყვარს ფეხბურთი, რატო ვაკეთებ ამას ყოველდღიურად, რატო ბავშვობაში რატო მიხაროდა და ეხა რატო შეიძლება რომ არ მიხაროდეს, ხო? და მე ეძებ და მათ ყველაფერში პოულობ, რომ მე იცი რა მიყვარს, რომ აი მეგობრებთან ერთად ბურთს რომ მიიღებ და მეორე გუნდს რომ ეთამაშები და მეორე გუნდს რომ გინდა რომ მოუგო და გაიმარჯვა და აი მაგ ყველაფერში პოულობ სიყვარულს. შეგიმჩნევია განსხვავება იმას შორის თუ შენ როგორ აღიქვავ შენ თავს და სხვები როგორ აღიქვავენ? სხვები როგორ აგიქვავენ შენ? შენ და შენ როგორ აღიქვავ შენ თავს? აი მაგას შორის განსხვავება დაგიჭერია? განსხვავება ან ხო რა გიფიქრე რომ მე ესეთი არ ვარ როგორც სხვები აღიქვავენ, სხვანაირი ვარ. ეგეთი შეგრძნება გქონია? რთული კითხვა. ანუ თითქოს მაგაზე არ მიფიქრია არასდროს რომ როგორ შეიძლება დამინახონ, მაგრამ მე ვფიქრობ ერთი და იგივე, ანუ რაც ვარ შეიძლება ვიღაცა სხვა აზრი ქონდეს, იმიტომ რომ იმ დღეს სხვანაირად გავიცანი. შეიძლება ანუ სხვა თითად მისას ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ექნება. აი ფეხბურთის თამაში შენედაც გადმოსცემ იმას როგორ ცხარ თვითონ მოედანზე, აი აქ ამ მართკუთხედში. ვცდილობ. ვცდილობ რამდენად გამომდის არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ. შენ ეგრე უყურებ რაღაც პრობლემა რომ მოხდება შენს კარიერაში, ეგრე უყურებ რომ ეხლა ჩემზეა. ან ის რომ მე იმდენი უნდა გავაკეთო რომ მორჩამ, ჩემ თავთან ვიყო მშვიდად და სხვა არაფერს არ ვფიქრობ. ალბათ ოჯახიდანაც მოდის ეგ ყველაფერი. იმიტომ რომ არაზოს არ მომისმენია ჩემი ოჯახის წევრებისგან, მამა ჩემისგან, რომ არა, ეს იცი რატო შენ რო დღეს ვერ ითამაში, ან ეს არის იმის ბრალი. არა, ყოველთვის ვიცოდი რომ შენ რა ჭამე, სნიკერსი გაქვს ნაჭამი? აი მაგის ბრალია. არ გასულ ხარ და არ გირბენია, მაგის ბრალია. არ გივარჯიშია, შეიძლება მაგის ბრალი იყოს. ყოველთვის შენ თავზე და ეს გაფიქრებს როა. კაი, ამის ბრალი შეიძლება ყოფილიყოს და მაქედან შეიძლება მოდის. მე ფურცელს აიღებ და დაწერ. კაი, რა შემიძლია რომ გავაკეთე, რაზე შემიძლია რომ ვივარჯიშო. კენწვლა 20 წუთი რომ ტექნიკურად გავძლიერდე. აჯიმანია რომ ფიზიკურად რა არის საშუალებაც ბავშვობაში გაქვს. მოედანს უნდა დავარტყა 4 წრე მაღალ ტემპში, დაბალ ტემპში. ფიზიკურადაც მან ვითარდები აერობიკას, ასაც ვეძახით. ანუ თითქოს მაგ ყველაფერზე ბავშვობიდან ესე მქონდა და ეს ალბათ ოჯახის დიდი დამსახურება ალბათ არა. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოედანზე რომ სხვებს დავეხმარო. გორგილასთან გაქვს ეგრეთ მახსოვს ნათქვამი და მაგას გადმოთარგმნი რეალურად. ჩემზე მომზადებული მოსულა. რატოღაც რომ რაღაცა შენ რომ შეგესწავლე და ხო მართლა ეგ რომ მოედანზე ნახევარმცველი ხარ და შენი პოზიცია მოითხოვს ყველაზე მეტად გონი მაგას, რომ სხვებზე ზრუნავდე და სხვებს ითვალისწინებდე თანაგუნდელებს. მაგას გადმოთარგმნე რეალურ ცხოვრებაშიც, რომ მე არ ვარ მთავარიო. ეგ აქვს უბრალოდ ნათქვამი. მე არ ვარ მთავარი მოედანზე. შეიძლება რომ ცხოვრებაზეც იგივე თქვა. კარგი კითხვა. კი, მე ვფიქრობ ყველაზე მეტ სიხარულს რაც რეალურად გვანიჭებს არის რომ აი იგივე ადამიანს როცა ეხმარები და რაღაც ისეც ეტყვი რომელიც იმ ადამიანს გაახარებს და თვალებს აუნთებს და აი იმ ადამიანს რო ხედავ რომ თვალები აენთო და შენც რო გულში სითბო შემოგდის და უფრო ძლიერდები. მე ვფიქრობ ეგაა რა, მაგით ყველაზე მეტად სიამოვნებ, რაცა უნდა შენ თავს დაეხმარო და რაცა უნდა შენ თავს უყიდო ყველაფერი რაც გაქვს. აჩუქო ყველაფერი რაც გაქვს, გააკეთო რომ აი ხვალიცი რა მინდა რომ აი აქ წამოვწვე. აი შევა რაღაც მომენტში მოგანიჭოს რაღაც სიამოვნება, მაგრამ იმაზე დიდ სიამოვნებას ვერ განიჭებს, რომ შენ მეგობარს, იმ უცხო ადამიანს, არ ვიცი, იმ ადამიანს დაეხმარო, რომელსაც იმაზე მეტად ჭირდება, ვიდრე შენ ამ მომენტში. და მე მგონი ეგ არის ყველაზე მეტად რაც
ჩვენ გვაძლიერებს და მე მგონი არა მარტო მე მაქვს ეგ ყველა ადამიანს თქვენც დარწმუნებული ვარ თითქოს აი ვიღაცას რო ეხმარებით და აი რაღაცას რო აღწევს ის ადამიანი რაღაცას რო აკეთებს ან რაღაცას რო ეხმარები შენ ბევრად ივსები თითქოს შენ თავშიც თითქოს აი სიყვარული შემოდის რო თქვა და აუ, გასლობარი. ძალიან დიდი მოგო.